დღეს მართლმადიდებულურმა სამყარომ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ისევე როგორც მთელ საქართველოში სადღესასწაულო წირვა-უცვა ახალციხეში მოქმედ ტაძრებშიც აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე თეოდორე მრევლს დღესასწაული მიულოცა და სულთმოფენობის მადლზე იქადაგა. ტრადიციულად ამ დღეს მართლმადიდებლური ტაძრები ყვავილებითა და ფოთლებით ირთვება. ძირს კი ბალახს აფენენ. სულთმოფენობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სახარების თანახმად ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი დაპირებულ ნუგეშისცემას ანუ სულიწმინდის მოვლინებას ერთად ელოდნენ. ამაღლებიდან მეათე დღეს იერუსალიმში მოულოდნელად უცნაური ქარი ამოვარდა. ციდან ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა და მოწაფეებს თავზე ცეცხლის ენების სახით დაადგა. ამ დროს სულიწმინდის მადლი ქრისტეს 12 მოწაფეზე გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგება დაიწყეს. სახარების მიხედვით პირველივე დღეს პეტრე მოციქულის პირველმა ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობა ქრისტიანთათვის მოძრავი დღესასწაულია და უფლის აღდგომიდან 50-მეათე დღეს აღინიშნება. სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე და მოწაფეებზე ჩვენი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მას შემდგომ სულიწმინდა მოციქულების მეშვეობით გარდამოდის მღვდელმთავრებზე, მღვდელმთავრების მეშვეობით სამღვდელოებაზე და მთელს მრევლზე და მთელს ეკლესიაში სუფევს სულიწმინდის მადლი. მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ მადლი ყოვლადწმინდისა, სულისა, სნეულთა მკურნალი და ნაკურ ლევანთა აღმავსებელი იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. როდესაც უფალი ამაღლების მერე მობრძანდა თავისი დიდებით და თავის მოწაფეებს გამოეცხადა, სულიწმინდის მადლის შთაბერად 12-ვე მოსწავლეს და ასე უთხრა: იქადაგეთ მსოფლიოს ყველა კუთხეში და ადიდეთ უფალიო. დღეს არის ეს დღე, ვილოცავ ყველა ჩემს მართლმადიდებელ ქრისტიანას, ღმერთმა გააძლიეროს ჩემი სამშობლო, თავისი ერით, ბერით ვიმრავლოთ და ვიხაროთ. დღეს ძალიან დიდი დღეა, როგორც მეუფემ ბრძანა სულიწმინდის გადმოსვლა და უფალს ვთხოვ, რომ მთელ საქართველოს, ახალციხის რაიონს და ყველას კურთხევა და სულიწმინდა არ მოკლებოდეს და გაიხარონ და ჩამრთელად იყვნენ.